საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ჩემი მაღალი ეუბნება ლევან გვეფხვაძეს. მიდი ლევან, დიდი რვიანი დაშალეო. ლევანი კიდე ეუბნება კი ბატონო, შემაგინო საკერ ალეკო შალამბერიძემ და დავშლიო. ვანო გისმენთ მერაბიშვილს ეუბნებიან. იცი 2013 წლიდან შენ პრემიერ-მინისტრი იქნები და მაღალი კაცი აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იქნებაო. ვანო კიდე პასუხობს, მე კი ვიცი რომ პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მაგრამ აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს თუ ეცოდინება, მე რომ პრემიერი ვიქნებიო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავ. ერთი მთლიანი მონოლითური სხეული დიდი რვიანი დაშლის პირას არის. ამ ხელა ამბიციების მქონე პოლიტორგანიზაცია რამდენიმე ბილწმა სიტყვამ დაპირისპირებამდე და ჩამოშლამდე მიიყვანა. ოპოზიციურ რვიანში უთანხმოებაა. პოლიტიკოსთა ნაწილი მოითხოვს რვიანს შეუერთდნენ ის პარტიებიც, ვინც მაისში ქუჩის აქციებს ხელმძღვანელობდა. ქრისტიან დემოკრატებისთვის კი ეს მოთხოვნა მიუღებელია. ისინი პროცესის მოლაპარაკებების მაგიდიდან ქუჩაში გადატანასაც ეწინააღმდეგებიან. დიახაც, ეს სწორად და მართებულად უყურებდნენ საკითხს ქრისტიან დემოკრატები. ფუფ, მიტინგები და დემონსტრაციები რა გოიმობაო ამბობდნენ. მთავარი ეგ საარჩევნო კოდექსი კი არ არის. მთავარი ის არის რომ რვიანი არ ჩამოიშალოს. ვიждეთ აქ რვიანის იუბილეზე, ბონიემი ჩამოვიყვანოთ 2 წლის იუბილეზე, რვიანის იუსტიციის სახლი გავაკეთოთ. იქიდან გავცეთ ჩვენი ყველა საბუთიო. მე ჩვენი ოფისების წინ ყველაზე გრძელი ბულვარები გავაკეთოთ და ჩვენს მტერს თვალი დაუბნელოთ. ჩვენ ვინც შეგვაგინებს რუსეთის აგენტად გამოვაცხადოთ და ვიცხოვროთ სიამტყვილობითო. ასე დავამარცხებთ უიმედობას და ფრუსტრაციას. გონი მართაც არ არის თლად მართებული ბრძოლის გზა ეს, მაგრამ ამ ქრისტიანებმაც ეხა რა ქნა. აგერ 3 წელია მაღალის პარლამენტში შედარდა და თქვენ ხომ გაგიგიათ ასეთი ანდაზა. ოპოზიციური პარტია მაღალის გვერდზე რომ დააბა, ზნესაც იცვლის, ფერსაც, პოლიტიკურ ღირებულებებს და საერთოდ თავისუფლების ქარტიასაც დაწერს და საბჭოთა სიმბოლოსაც დაწყევლის. დიახ, აი ასე. მაღალის გვერდით დაბმული პოლიტიკური პარტიის დახვეწილ და რაფინირებულ პოლიტიკურ გემოვნებას შეწირვია რვიანის ერთობა. მაგრამ თვითონ ამ პარტიას არ ეპიტნავა თურმე რვიანის დაშლის მიზეზი რომ გახდა და სხვა მიზეზი მოიმიზეზა. აქაო და ალეკო შალამბერიძემ გვაგინა და ეხა რა გაგვინა მაგ გაერთიანებაშიო. ნებისმიერი თავმოყარე პოლიტიკური პარტია თუ ადამიანი აუცილებლად გადახედავს ურთიერთობებს იმ განცხადებების მერე, იმ საჯარო განცხადებების მერე, რაც ჩვენ ამოვიკითხეთ გაზეთ ვერსიაში. შესაბამისად, შედარება იქ უჩავასთან და ამ შემდეგ ჩვენი პოზიციების მოხდენა აი ამ კუთხით აბსოლუტურად მიუღებელია. მე თუ ეჭვის თვალით მიყურებენ, მე თუ ლანძღავენ, მე თუ მაგინებენ და მე მეორე დღეს უნდა შევხვდე და კაც ხელი ჩამოვართვა, ეს ვერ გამოვა. გამორიცხულია, მე ვერ მივალ და ხელს ვერ ჩამოვართვე და ეხლა თვითონ გააკეთოთ დასკვნები ამას, გინა რვიანის დაშლა უწოდონ და გინა მოშლა უწოდონ. ვაგლახ საქართველო სულ ახლოს იყო შენი ხსნა და გადარჩენა. მალე გაგათავისუფლებდნენ შენი სიყვარულით გულანთებული პოლიტიკოსები, მაგრამ რად გინდა? გამოხტა ვერაგი ალეკო შალამბერიძე, შეაგინა კაი ხალხს და ისინიც გულნატკენები გააბრუნდნენ ბრძოლის ველით. ათადან და ბაბადან ასე ყოფილა, გინება გუპავდა ქართველებს ყოველთვის. თურმე საწყალი ვახტანგ გორგასალი ბოლო ბრძოლაში იმარჯვებდა. ის იყო ირანელებს ზურგი უნდა ექციათ ვახტანგისთვის, მაგრამ ამ დროს ვიღაცა ვერაგმა ქართველმა ვახტანგს შეაგინა. ვახტანგში გიაუჩავაო დაუწახა. ვახტანგსაც ეწყინა. გული აუჩუყდა, ცხენი მოაბრუნა და იღლიაში ნასროლი გინებისგან დაკოდილი უჯარმაში გარდაიცვალა. ასია მეგობრებო. სანამ ამ გინებასა და პირმყრალობას არ შევეშვებით, მანამდე გავაგზავნებთ კარგი და პატიოსანი ხალხის დაკარგვას. აგერ რაღა დაგიმალო და მეც ვეღარ მიხილავ თვალიდან. ხო, დიახ, მივდივარ. წეგან სერგომ შემაგინა. დილის საერთოდ ჩემმა მაკადრა და წავედი. ამიტომაც მე, ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ ტელევიზიაში საერთოდ, კაც. ვიმე თომას დევალი, კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ მაღალი კაცი წააბა, ოღონდ ისე არა, როგორც თქვენ გონიათო. მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი ან ლევან ვარშალომიძის შემცვლელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე. ვანო მერაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი.
ასეთია ევროპელი ანალიტიკოსის თომას დევაალის თვალით დანახული 2013 წლის ძალთა გადანაწილების ერთ-ერთი ვერსია. ექსპერტები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ქვეყნის ხერხემლად წოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრს კულისებიდან გამოსვლა მოუწევს. დევაალის ანალიზის რეალობად ქცევის შემთხვევაში კი ის ახალი კონსტიტუციით ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა გახდება, რომელსაც დღევანდელ პრეზიდენტზე მეტი ძალაუფლება ექნება. როგორ შეიძლება რომ თომას დევალი ჩემზე მაგარი ექსპერტი იყოს? აი რა გონიათ ეხლა რომ მაღალი კაცი აჭარის გამგე გახდება და ვანო გისმეთ მერაბიშვილი პრეზიდენტი? ჩემო თომას, შორიდან რომ ყველაფერი სხვანაირად გეჩქენება, ეგრე არ არის, მე უფრო კონკრეტულად გეტყვით 2013 წლის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ პოლიტიკაში. ესე იგი, მაღალი კაცი თავის ხელით აშენებულ გამჭვირვალე ქუთაისის პარლამენტში მოკალათდება. მოგეხსენებათ 2013-დან პარლამენტი ყველაზე გავლენიანი ორგანო იქნება. პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი კი არა. არამედ ჩემი ძმა კაცი, ჩემი ტანადი გახდება და თელს ძალაუფლებას მაღალის შემდეგ ტანადი აიღებს ხელში. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის დარჩება თავის პოსტზე და ზონდერებს უფრო გაამრავლებს და გააძლიერებს. აი ხო მოგეწონათ ჩემი ძალების ასეთი გადანაწილება? არ მოგეწონათ ზურფასება? თუმცა მინდა გითხრათ, რომ გეხუმრეთ და ასე არ იქნება. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. 2013 წლიდან გიგი უგულავა გადადგება პოსტიდან და რომელიმე საყდარში წავა სტიქაროსნად. ვანო მერაბიშვილი წავა და ახალციხეში გამგებლად იყრის კენს. ხოლო მაღალი კაცი წავა თავის სამშობლოში ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელიმე უნივერსიტეტში დემოკრატიაზე ლექციებს წაიკითხავს. ხანდახან თავისი საყვარელი ტელევიზიები იქიდან ჩართავენ და პირდაპირ ეთერში ცრემლებს გადმოყრის და მოგვიყვება როგორ უყვარს თავისი სამშობლო და როგორ ენატრება ღამის თბილისში ხეტიალი. დიახ, ჩემო ძვირფასებო, ნუ მიაქცევთ ამ სიცილს ყურადღებას. მერწმუნეთ ასე იქნება, რადგან დადგა ჟამი ქვების გაბნევისა და ჩვენც 2013-ში გავაბნევთ შეგროვებულ ქვებს. მოდის, ფეშენტივი მოდის. ის მალე ბათუმს ესტუმრება და ჩვენ ისედაც სტურფა ქვეყანას უფრო მეტ მომხიბლელობას და გლამურს მატებს. ამდაგვარი პირობა ფეშენის დირექტორმა ჩვენს პრემიერ-მინისტრს მისცა. გახდება თუ არა ბათუმის შავი ზღვის მოდელების დაჯილდოების ცერემონიის მასპინძელი ქალაქი უახლოეს მომავალში გადაწყდება. მოლაპარაკებები ყველაზე მოდურ ფრანგულ ართან მიმდინარეობს. Fashion TV, რომელიც 500 მილიონიან აუდიტორიას აერთიანებს, შეძლო 2011 წლის ზაფხულის ყველაზე გლამურული ცერემონიის ორგანიზატორი საქართველოში გახდეს. Fashion TV-ს მოდის დაჯილდოების შესახებ საუბარი ნიკა გილაურსა და სამოდელო არხის პრეზიდენტ შორის ვენაში შედგა. Fashion TV-ს 2011 წლის ზაფხულის მთავარ ღონისძიებას და შავი ზღვის აუზის მოდელებს ერთ-ერთი ვერსიით ბათუმი უმასპინძლებს. დიახ, სასწრაფოდ. აბა ატყდა ახლა გაცხოველებული და მარდი მზადება Fashion TV-ისთვის. მაგრამ ისე მოსამზადებელი ბევრი აღარცაღანაფერი დაგვრჩა. 8 წელიწადში ჩემმა მაღალმა უკვე მოასწრო და ჩვენი ნიკოფსიიდან და რუბანდამდე გადაჭიმულ ქვეყანას პოდიუმის ფორმა მისცა. დიახ, თბილისიდან ბათუმამდე იმდენად ვიწრო ქვეყანა დაგვიტოვა, რომ ყველანი იძულებულნი ვართ ბათუმამდე ვიწრო, სექსუალური და პლასტიური ნაბიჯებით გადავადგილდეთ. ერთი ნაბიჯი თუ წაგწს და მარჯვნივ, მაშინ ან ოსი სეპარატისტის აკმ მოხვდება, ან ოკუპანტის აკს. ხო და ეხლა ჩვენც ნელ-ნელა ვსაუბრობთ ამ პოდიუმზე გადაადგილებას. ხო, ბათუმამდე კი ასეა, მაგრამ ბათუმში ოდნავ ფართოვდებით. რა პრობლემაა ახლა მაგასაც რა ვერ დაკარგავდა ჩემი მაღალი, მაგრამ ფეშენ სჭირდება რომ პოდიუმი ბოლოში ოდნავ უფრო ფართო იყოს. იქ უნდა გავჩერდეთ, გავიხეთ, გამოვიხედოთ, შევტრიალთ, შემოვტრიალდეთ და ესე იგი ჩვენი ტანისამოსი მოდის კრიტიკოსებს ვუჩვენოთ. დიახ, პოდიუმი უკვე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, არც მოდელების მოძიება გაგვიჭირდება. ჩემმა მაღალმა მაგაზაც იზრუნა. გვაშიმშილა, გვაწამა, ხორცის ჭამა აგვიგზავნა და იმდენი ქნა, რომ ყველა ქართველის პარამეტრები 90, 60, 90 მოგვანიჭა და სწორედაც მოიქცა. ხომ შეიძლება ეხლა რომ პირს სისხლიანმა რუსეთმა ბლოკადაში მოგვაქციოს და უცხოელი, ესე იგი, მოდელების არ შემოშვებით ჩვენს ფეშენ წინსვლას შეფერხება განაცდებინოს და გააჩეროს. ხო და სწორედ მან გამოიჭრება მაღალი და გაჭირვებაში ჩავარდნილ სამშობლოს გადასარჩენად თითო ოჯახიდან ქუძზე მოდელს დაიბარებს. მაგრამ ნეტა თვითონ რატომ არ გვიერთდება ამ ფეშენისთვის ბრძოლაში და რატომ ჭამს ნეტა ასე მადიანად ყოველდღე? თვითონ ხო თავდაბალი. მაგას სცენის კომპლექსი აქვს. ეგ დაბლა დაგვიჯდება და გაგვაკრიტიკებს. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში.
ახალი კონსტიტუციის თანახმად 2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის სკამი ვაკანტური და ძალაგამოლეული ხდება. მაღალი აჭარაში გამგედმიდის, მერაბიშვილი კი პრემიერად მოდის. არ შეჩერდა ჩემო ტანადო, წაუ პრეზიდენტე. ძვირფასო ოპოზიციური რვიანის შემყურენო. ჩვენს გადამრჩენელ კოალიციას ეგრეთ წოდებული იაღლიში შეჰყრია. კერძოდ კი ალეკო შალამბერიძის ერთმა უწყინარმა დინებამ ჩამოშლის პირას დააყენა პირველ რიგში ოპოზიციური რვიანი და მერე რა თქმა უნდა ქვეყნის ხსნის საკითხიც. ქრისტიან-დემოკრატებო, ქრისტიანები არ ხართ? ერთ ყურში რომ შეგაგინებენ, მეორე მიუშვირეთო. ჭეშმარიტად ქართული ბრენდი იუსტიციის სახლი სულ უფრო და უფრო იზრდება და ვითარდება. ამჯერად ბრენდის ახალი ფილიალი მეტალურგთა ქალაქში გაიხსნა. კონცერტი ამ წუთებშიც მიმდინარეობს იუსტიციის სახლის წინ. მანამდე იუსტიციის ახალი სახლი რუსთავში გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის სახლი არის სრულიად ახალი ქართული ბრენდი, რომელიც არის ბიზნეს ლოგიკით აწყობილი და მაქსიმალურად ორიენტირებული მოქალაქეზე. დიახ, აი ასეა. მოვა შენთან ახალგაზრდა კაცი და გეტყვის. აბა ამირჩიე პრეზიდენტად და მსოფლიო ბრენდების შემოყვანა ჩემზე იყოსო. მაიკროსოფტების, ადიდასების და მსგავსი ბრენდების შემოყვანაო. მერე შენც ირჩევ, შეიყვან კაბინეტში და ის იუსტიციის სახლს, რეზინის ხელკეთს, მხუთავ აირს და სხვა მსგავს საჭირო ბრენდებს შემოგთავაზებს. მაგრამ მგონი ახლა მეც ზედმეტად ვაკრიტიკებ ამ მშვენიერ სახლს. მართლა საჭირო დაწესებულება სულო და გულო, მან ყველაფერი უცბად ხდება. ქონებას არეგისტრირებ. პასპორტს სწრაფად იღებ და რა ვიცი ახლა კიდე რას აღარ აკეთებ. განსაკუთრებით საჭირო კი ქართველი ერისთვის პასპორტის სწრაფად აღების სერვისი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა მაგ სერვისზე ჩემი მაღალის მმართველობის პერიოდში ყოველთვის მაღალი იქნება. აბა ახლა უბრალო რიგითი დემონსტრანტი ისი არის გაბრუებული თავში ხელკეტების წემისა და ქვეყნის აღმშენებლობის ტემპით, რომ დილით თავი კაკოგონია, შუადღეს შოთა, საღამოს კი სულად შერონ სტოუნი, ხო? უпроსტად შერონ სტოუნის ახლო ბიძაშვილი, ნოდარ სტოუნი. ხო და ნადგება ეს ბედკრული კაციც და დღეში სამ პასპორტს აიღებს. თვითონაც გაბედნიერდება და ქვეყნის განვითარებასაც ერთი-ორად შეეწევა. მოკლედ რომ არა მარკ ზუკერბერგი და მისი უდიდესი შედევრი Facebook-ი, ეს შეფიცულები სულ დავკარგავდით ერთმანეთს და მეცაც გეტყვით, ამ დაკარგულებს შინაგან საქმეთა სამინისტროც ვეღარ გვიპოვნით. ინტერნეტ გვერდზე IPN გიგი უგულავას შემდეგ უკვე მეორედ გადავემხე სახალხო ჩათაობაში მხილებულ პოლიტიკოს და სტატია შემდეგნაირად გამოიყურება. ნინო ბურჯანაძემ Facebook-ზე კითხვებს უპასუხა. აბა რა, რით ხართ ახლა გიგი ტანაძე ნაკლები, ნინო დეიდაბიცოლა. იყო დრო რომ მაგასაც თქვენ ასწავლიდით ხეზე, სახელმწიფოზე, ხალხზე და ასე შემდეგებზე ცოცვას, მაგრამ გამოხდა ხანი და ისევე როგორც ყველა დიდი მასწავლებლისთვის, თქვენთვისაც ჩამოჰკრა ჩაოს ბელმა. მოდით ერთად იმასაც გადავხედოთ, თუ რა სახის კითხვებს და როგორ უპასუხა ნინო ბურჯანაძე. 2007-ში თქვენ მეორე პირი იყავით, როცა დარბევა მოხდა. რატომ არის ახლა ეს დანაშაული? მას შემდეგ კანონი შეიცვალა? ამ შეკითხვაზე ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ ამ ორ შემთხვევას შორის პრინციპული სხვაობაა. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რასაც მსხვერპლი მოხდა. ვისაც არ ახსოვს, მე 7 ნოემბერს პარლამენტის კარი ხალხს გავუხსენ. აცხადებს ბურჯანაძე. აბა რა, ქალბატონო ნინო, თქვენ და ეს დიდი სიკეთე და თავდადება ეხლა ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, მაშინ სახელმწიფოს მეორე პირი ალბათ კარგი 5-6 ადამიანი მეც დაჟეჟავდნენ იმ აქციაზე. და თქვენ საერთოდაც რა შუაში ხართ 7 ნოემბრის დარბევასთან, თქვენ დაარბიეთ ეხლა თუ რა? ან საერთოდ რა ხელგეწიფებოდათ ეხლა მინისტრი იყავით, პოლიციის უფროსი თუ რა? ეხლა ერთი უბრალო პარლამენტის თავმჯდომარე იყავით. თქვენთვის წყნარად და წყნარად მართავდით ქვეყანას. არც კი იცოდით, თქვენი სამსახურის ფანჯრებთან თქვენსავე დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანები მშვიდობიან ხალხს რომ უმოწყალოდ სცემდნენ. ესროდნენ და აწიოგებდნენ. ვაიმე, ეს რამდენი რამე ვთქვი. ვაიმე, მაპატიეთ რა ქალბატონო ნინო, ჩემი ბრალი არაფერი არ, ყველაფერში დამნაშავე ჩემი პროდიუსერი და სცენარისტები არის. ისინი მიწერენ ამ ყველაფერს და მათქმევინებენ აქ, ეხლა მე ვინ რას მეკითხებ. ახლა ავდგები და საერთოდაც გავალ სტუდიიდან რომ დაგიმტკიცოთ ჩემი უდანაშაულობა. ერთი წუთით მაგრამ აბა როგორ ეხლა ჩემი გაპროტესტებით და აქედან გასვლით ეხლა გუნდურ პრინციპს ხომ უღალატებ ეხლა. არა და ისიც არ მინდა თქვენზე ასეთი მწარე რაღაცები რომ თქვა და ამით გაგანაწყენოთ. ვიცი რომ ადრე თუ გვიან სადმე შეხვდებით და მე სირცხვილით თვალი როგორ გაგისწოროთ.
აი ხომ ხვდებით, აი როგორც თქვენ დაგემართათ ახლა, რომ ამბობთ ისა 7 ნოემბრის სისხლამებთან მე არაფერ შუაში არ ვარო, მაგრამ მაინც არავის რომ არ გჯერა და რომ ვამბობთ ახლა მეორე ადამიანი იყავით სახელმწიფოში და თქვენ თუ არა აბა ვინ არის შუაშიო, ვაიმე, აი ისე ვუღალატე გუნდურ პრინციპებს და ისე გატკინეთ გული ქალბატონო ნინო. მაგრამ გეფიცენით, ჩემი ბრალი მართლა არაფერია. მე არც კი ვლაპარაკობ, ერთი უტყვი და უცხვილპირო ბიჭი ვარ, მაგრამ რა ვქნა? თანაგუნდელებს ვერ ვღალატობ და რასაც მეუბნებიან, იმას ვაკეთებ. მეტი დამაჯერებლობისთვის, აი მეტი დამაჯერებლობა თუ გინდათ, მეც გაგიღებთ ჩემი სტუდიის კარს, ისე როგორც თქვენ გაგვიღეთ მაშინ პარლამენტის კარ. ერთი წუთით. აი ქალბატონო ნინო, ხო, ახლაც არ გჯერათ, რომ ძალიან მიყვარხართ. აბების ეთერს ტრადიციულად 5 ენაკვიმატი პოლიტიკოსი დაასრულებს. მაშ ასე, იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა პრემიერ-მინისტრმა. წავიდა ეს კაცი ევროპაში, შეხვდა ბიზნესმენებს და აი ასეთი ამბავი ჩამოგვიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი კომპანიები, როგორც ვთქვათ, Siemens და მსხვილი დასავლეთ ევროპული კომპანიები ამ რეფორმებს აღიქვამენ როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს მათი საკუთარი კომპანიების განვითარებისთვის. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე მაღალი კაცი გავიდა. ამდენამე საკეთებს ასეთი წარმატებულია, ყველა რეიტინგში პირველია და საზოგადოება შვებას მაინც რატომ ვერ გრძნობს? ეს რეიტინგები, რომელიც ჩვენ გვაქვს, პირველი ბიზნესში, პირველი კორუფციასთან ბრძოლაში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, ეს ყველაფერი. იმიტომ კი არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა რომ თავი მოვიწონოთ და თუნდაც სადმე უკრაინაში, რუსეთში, ინგლისში, ამერიკაში ჩვენზე კარგად ილაპარაკო. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს შვება და გაუჩნდეს მომავალი დღის პერსპექტივა და გამოიხედოს საზოგადოებამ თვალებში. მესამე ადგილი. მესამე ადგილი გუგავას ხვდა წილად. ისე ერთი კარგი ბრიფინგი მეც კი უნდა ჩავატარო და მსგავსი რამერუმეები, ისა, მოვითხოვო. მე ნახავთ რამხელა რეიტინგი მექნება მე. ამ სამარცხინო დოკუმენტის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ლუსტრირება დაიწყოს სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრებიდან, რომლებიც ღიად თუ ფარულად თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან. მეორე ადგილი. მეორე ადგილი ეუთოს კაცს ერგო. ჩემო ხელისუფალო, აი ამ კაცს რომ უსმენთ, არ გიტყდებათ რომ ეგრე არ არის. გაწითლდით მაინც. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რეფორმებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცვის აუცილებლობას. დარწმუნებული ვარ, საქართველო წარმატებული იქნება ამ გზაზე. პირველი ადგილი. და პირველ ადგილზე მიხეილ მაჭავარიანი მოხვდა. ამ კაცს თავისივე ნათქვამზე ეცინება, რადგან იცის, რომ ასე არ არის, მაგრამ რაკნას უნდა თქვას ნახევრად სიმართლე. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს კანონები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციას, მანამდე მოგეხსენებათ იყო ასეთი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი, როგორც კანონმორჩილი ორგანო, რომელიც კანონების უზენაესობას ცნობს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელებს ამ საკითხზე. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.